წერილთან დაკავშირებით უნდა გითხოთ, სადაც ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მართავს და ამბობს, რომ მზად არის საქართველო, რომ ურთიერთობები ხელა ახალი კურსიდან დაიწყოს, რადგან არის საერთო ხედვა თერგ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა წუხესაც გამოთქვამს მიხეილ ყაველაშვილი, რომ ეგრეთ წოდებული deep state უფრო მეტად აქტიურობს. ზოგადად როგორ უყურებთ? აბსოლუტურად ვეთანხმები პრეზიდენტს ყველა მის წინადადებაში. მართლა ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული ურთიერთობები ახალი კურსიდან დაიწყოს, გავაღრმავოთ, ჩვენ ბევრჯერ გავაკეთეთ განცხადება და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების ახალი კურსიდან დაწყება, სუფთა კურსიდან დაწყება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ჩვენ პარალელურად ასევე პრეზიდენტ ტრამპს გულშემატკივრობთ იმაში, რაც ორი მთავარი დაპირება რაც იყო გაცემული, ეს პირველი deep state-ის დამარცხება, ომის დასრულება, რა თქმა უნდა, როგორც პირველი, ასევე მეორე ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენ მაინც რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და როგორც წერილში იყო აღნიშნული, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობა და საქართველოს ხელისუფლება ამ ყველაფრისთვის მზად არის. ვინც გამოაქვეყნა, ვინც დაეცა. წინა პრეზიდენტის შემთხვევაში ირაკლი ყობახიძის თანხმობის გარეშე არაფერი არ ხდებოდა, არც ვიზიტი. გაქვთ სერიოზული კითხვები თუ გაქვთ. არ ვარ საჭორაოდ მზად, კიდევ ერთხელ. მემარცხენე ალიანსი აქტიურ პოლიტიკაში ეფუძნება, ისინი მიზეზად გაგეთ აცხადებენ, პასუხი და დაკმაყოფილდით მაგით. დაკმაყოფილდით მაგით. მიზეზად ოპოზიციის ადმინისტრაციის დამოკიდებულება. მოდი ეს თემა დავამთავროთ და მე რეგი პასუხობთ რა. და მნიშვნელოვანი თემაა თქვენთვისაც, ხო? ახლა არ არის თქვენთვის საკმარისი ის, რასაც ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ანუ რატომ არ ინტერესდება ტრამპის ადმინისტრაცია თქვენი როგორ? რა თქმა უნდა, მაგიტო საუბრობთ იმაზე, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლიდან. იმიტომ ის, რაც ხდებოდა ძველი ადმინისტრაციის პირობებში, ეს იყო სრული კატასტროფა. როდესაც ამ ხელა სახელმწიფოს წარმომადგენლები ურცხვად გიმტკიცებენ თეთრზე შავია, გაყენებენ შეურაცხყოფას, ყველა მათი განცხადება გაჯერებული იყო სიცრუით, ტყუილით, მუქარით, ბინძური პროპაგანდით, ეს რა თქმა უნდა კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, ყველა ჩვენს მიერ გაკეთებული განცხადება, გამოქვეყნებული წერილები მიუთითებდა იმისკენ, რომ ჩვენ გვაქვს სურვილი ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობები. ის რაც წარსულში ხდებოდა, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის, პარტნიორობისთვის და მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს ორმხრივი. ყობახიძემაც გამოაქვეყნა მაისში, ხო, ესეთი ღია წერილი, თუმცა პასუხი არც მაშინ ყოფილა და რატომ, როგორ ფიქრობთ, რატომ არ ინტერესდება ახლა ტრამპის? არ ვიცი, ვერ გეტყვით, ალბათ მე არ უნდა მისმოდოთ ამ კითხვას, ხო? თან თუ შევხედავთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხელმოწერა მოხდა სომხეთ, აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების თვალსაზრისით და რეგიონში საქართველოს თავისი ადგილმდებარეობიდან, ჩვენი კულტურით, ჩვენი წარსულით, ჩვენი ტრადიციებით არის უმნიშვნელოვანესი ქვეყანა. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, რომ ურთიერთობები პირველ რიგში აუცილებლად სამართლიანი, სწორი, მეგობრული, პარტნიორული, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. თქვენში ხომ არ არის პრობლემა, აი ამ ეს ვიძებნიან საკუთარ თავში ეს პრობლემა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარის არ ვიცი გაიცანით თუ არა ადამიანის უფლებების შესახებ, სადაც ძალიან ძიმე დასკვნები წერია ქართულ. კი ბატონო, გეტყვით, ნახეთ ის, რაზეც ჩვენ საუბრობდით მთელი ამ წლების განმავლობაში. ხან ქილიკობდით, გახსოვთ, გაიხსენეთ თქვენი სიუჟეტები, ჩართვები, ასე შემდეგ. და როდესაც გლობალურ რომის პარტიას ვახსენებდით, როგორი იყო თქვენი დამოკიდებულება. მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევის შემდეგ მეორე დღესვე, როდესაც მან გააკეთა განცხადება, მთელ მსოფლიოს დაანახა რეალურად რაზე საუბრობდა თუნდაც ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო. დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა არის deep state-ის არსებობა. შესაბამისად, მისგან, როდესაც ჩვენ ვისმენთ დაპირებას ხედულობაში მაქვს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომ ის დაამარცხებს deep state-ს და ვნახეთ აგერ პირდაპირ ხელის გულზე დაგვიდო ამ ადამიანმა ყველაფერი, თუ რომელი ორგანიზაციები იყო დაკავებული იმით, რომ
საქართველოში და სხვადასხვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში რევოლუციები, სახელმწიფო გადატრიალებები, ხელისუფლების დამხევები როგორ ფინანსდებოდა. ვიცით ეს ორგანიზაციები პირდაპირ გამოვიდა ყველას და ყველაფერს დაარქვა შესაბამისი და თავისი სახელი. ჩვენ ახლა ველოდებით რომ ეს ურთიერთობები ეს კიდე რაზე მეტყველებს და რისი მანიშნებელია. აი ეს სიცრუე, სიბინძურე კამპანია რომელიც თქვენ გაქვთ გაჩაღებული და შეფუთულია რაღაც რუსულით, მოგონილი თემებით, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას უნდა დააქვს სურვილი ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონდეთ მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობა და ყველაფერი დავიწყოთ სუფთა ფურცლით. უსაფრთხოების სამსახურს ყავს ეყოლება ახალი უფროსი ხვალ სესიაზე იქნება გამდინარაძის კანდიდატურა წარდგენილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ეყოლება ახალი ხელმძღვანელი, როგორ აფასებების კანდიდატურას. ამაზე უკვე გავაკეთე განცხადება, ვისაუბრე ამაზე სიახლეებს რაც შეეხება და მიდგომებს თავად ამ კამდინარაძე პარლამენტში, როდესაც მოხდება მისი დამტკიცება, თავად ისაუბრებს მის ხედვებზე და სამომავლო გეგმებზე. მინდა მას წარმატება უსურვო, საკმაოდ მნიშვნელოვანი საპასუხისმგებლო თანამდებობა, უამრავი გამოწვევები არის დღეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან შესაბამისად აღნიშნული სამსახურები უნდა იყოს ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე. პოლიტიკაში ერთობა და მიზეზად ასახელებენ ოპოზიციის მავნებელ პოლიტიკას, ასევე ევროკავშირის მიმართ არასწორ ხედვებს და ამბობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს კარგს არაფერს მოუწევს სამსრიგოში. ვინ ამბობს ამას? მემარცხენე ალიანსი. ზოგადად ევროპული გაერთიანება, ხო, თავისი შინაარსით, რაზეც იყო დაფუძნებული, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მაგარი და ამაზე უკეთესი გაერთიანება, მე მგონი, ჯერ არ ყოფილა, ხო, ევროპა, ევროკავშირი მაქვს მხედველობაში, მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლოს, რა პროცესები მიდის, რა მოვლენები ვითარდება, საკმაოდ ძიმე ვითარება, აბსოლუტურად დაცლილია ევროკავშირი იმ ღირებულებებისგან, საითაც ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო მიისწრაფოდა. ევროპულმა ბიუროკრატიამ სერიოზული პრობლემები შექმნა დღეს, როგორც თავად ევროპისთვის, ასევე მეგობარი ქვეყნებისთვის. ვიზა ლიბერალიზაციის და მოიწურა პირობები, რაც ჰქონდა ევროკომისიას წარდგენილი, პასუხი რა არის ქართული ოცნების? რეალურად ქართული ხალხი დგას ის გაფრთხილის წინაშე, რომ დავკარგოთ ვიზო რეჟიმი. აი ახლა რა არის ქართული? არაფერ პასუხი ძალიან მარტივია, ახალს ვერაფერს ვეთქვი, ის რასაც ვამბობდი ამდენი ხნის განმავლობაში, ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ის მოთხოვნები, რასაც ჩვენ ვისმენთ, აბსოლუტურად შეუთავსებელია ასოცირების ხელშეკრულებების ვალდებულებებთან, რასაც ასრულებს ქართული სახელმწიფო ზედმიწევნით. ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ რაიმე შეუსრულებელია. ადამიანის უფლებები ამ ქვეყანაში დაცულია ისე როგორც არასდროს. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რაზეც ისინი აპელირებენ და 2012 წლამდე არსებულ სიტუაციას და ყველას გვახსოვს რა ხდებოდა 2012 წლამდე ქვეყანაში, აი მართლა თუ ადამიანის უფლებები ილახებოდა, ეს იყო 2012 წლამდე პერიოდი. განსხვავებულ მოსაზრებას ვერ გამოხატავდი, მაშინვე ან შენ დაგიჭერდნენ, ან შენი ოჯახის წევრებს გააუბედურებდნენ, წაართმევდნენ და ამას უწოდებ მომისმინეთ თქვენთვის საინტერესოა საზეპიროდ გაძლევთ ამას უწოდებდნენ დემოკრატიის შუქურას. წარმოგიდგენიათ ის რაც ხდებოდა 2012 წლამდე, თურმე ყოფილა დემოკრატიის შუქურა და დღევანდელი მოცემულობა და ვითარება თურმე ყოფილა პრობლემური. ამას ხალხი ხო ხედავს. თქვენ რა გონიათ, რომ ხალხს თვალები აქვს ახვეული? ხალხს თვალები აქვს ახვეული და ვერ ხედავს იმ რეალურ სიტუაციას, რა იყო და დღეს რა მდგომარეობა. შესაბამისად ხალხს აქვს იმის საშუალება გააკეთოს სწორი ანალიზი და იმიტომ იღებს ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას, როგორც საპარლამენტო არჩევნებზე ოქტომბერში მიიღო. ანუ არაფრის შესრულებას ერთი წუთი ამოვსვით არაპირებთ არაფრის შესრულებას ევროკომისიის ჩვენ ვაპირებთ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რაც არის ყველა ნაბიჯი იქნება ზედმიწევნით შესრულებული. ეხლა ვიღაცას რაღაც პოლიტიკური მოტივებით, განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე გამჭვირვალობა ცუდი ყოფილა და მთელი ამ ხნის განმავლობაში, კაცო, ამდენი ხანია მოვდივართ. ერთი პასუხი ვინმე გითხრას, რატოა გამჭვირვალობა ცუდი? შეგიძლიათ აი თქვენ მაინც რომ მითხრათ, როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი და ვიღებთ ერთადერთ პასუხს იმიტომ. რატომ?
იმიტომ აი, და არასამთავრობო არ არის ეს სერიოზული, ხო? ჩვენ ხო, ნახეთ, პირდაპირ პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და თქვა, რომ მზად ვარ დაგიჯდეთ ყველა დიპლომატიურ კორპუსს, ვინც არის დღეს აქ წარმოდგენილები და მომიყვანეთ მაგალითები, არგუმენტები, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი, ან რატომ ეწინააღმდეგება აღნიშნული კანონმდებლობა ევროპულ მომავალს და ევროპულ ღირებულებებს. არანაირი პასუხი. იმიტომ რომ ხო ვიცით ჩვენ რეალურად რაც ხდება. აი ეს არის რეალობა, ეს არის დღევანდელი მოცემულობა. არჩევნებამდე შეება ცოტა დრო ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება, მათ შორის თამარ ჩერგოლეიშვილის გარიცხვას ითხოვდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და სხვა ოპოზიციურ პარტიების წარმომადგენლები. აი ამ დაპირისპირების ფონზე არ ვიცი, ხა არ მინდა მაგ დაპირისპირებაში საერთოდ არც მაინტერესებს. ხო ხედავთ, იმდენი საქმე გვაქვს და იმდენი პრობლემები და გამოწვევებია დედაქალაქში, ნამდვილად არ მაინტერესებს. ეხლა ნაციონალური მოძრაობა ჩერგოლეიშვილს დაუპირისპირდება თუ პირიქით და ვინ სად იქნება და როგორ იქნება. ეს მათი გადასაწყვეტია, თვითონ გაერკვნენ ყველაფერს. ჩინეთზე უნდა გითხოთ ბატონო. თემის გაგრძელება. ოპოზიცია ასევე ხშირად საუბრობს ხელისუფლების დამხობაზე, ბევრჯერ გავიგეთ მათი მხრიდან მსგავსი შეფასებები. თქვენ რას უპასუხებთ? ხო, ბევრჯერ ვისმენთ ამ ტიპის განცხადებებს და არ ვიცი, რა უნდა უპასუხო. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანაში არც რევოლუცია იქნება, არც სახელმწიფო გადატრიალება, ვინც რაიმეს გაბედავს, ყველას გაეცემა კანონის ფარგლებში შესაბამისი განცხადებები და ფრთხილად იყვნენ, არ მოსრიალდნენ, ოდესაც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებდნენ. თბილისის საკითხი 21 სექტემბერს, როგორც მახსოვს, არასდროს არ ჩატარებულა თბილისის შეხვედრები. აი, რატომ ასე დაჩქარებულად არჩევნებამდე გინდათ რომ მოასწროთ ამ შემთხვევაში? დაჩქარებამდე არა, 4-ში ხო არჩევნები არის, შესაბამისად ვერ ჩავატარებდით, ხო, ვერც 4-ში, ამიტომ ვაკეთებთ მანამდე და 3 თბილისს. მილიონის გამარტივებული შესყიდვა რა საჭირო ამ შემთხვევაში? ტენდერი გამოგეცხადებინათ ხო იყო? და კონცერტებისთვის საჭიროა, კონცერტებისთვის ჭირდება იმისთვის, რომ მომღერლები, რომლებიც გამოდიან და მღერიან, ხო ჭირდებათ შესაბამისი, ანუ ხო აბა რა ვიცი, ხა ტენდერით როგორ უნდა შევარჩიო მომღერალი, არ ვიცი, ხა ხმის ტემბრით უნდა შევარჩიო, ვინ პირველს ღერის, ვინ მეორეს თუ შეხედულებით თუ როგორ, არ ვიცი. ჩინეთთან დაკავშირებით ტენდერი გამოგეცხადება არ იყო მიწვეული, ამას საუბრობდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და რატომ არ ვიცი ლაბაკუშნს. ტენდერზე გითხრათ რა ეს რა მოუწოდოთ, ანუ მხოლოდ მომღერლები ხო არ არიან ამ შემთხვევაში? ხო, რა ხა ყოველ წელს ერთ და იგივეს საუბრობთ, ერთ და იგივე ახალ წელთან დაკავშირებით, თბილისობასთან დაკავშირებით, ხო? საჭიროა, აუცილებელია ამის გაკეთება და სხვა რო ხდით მარტო გამარტივებული. მე ხა არ ვიცი ზუსტად რამდენს უხდით, მაგრამ ძირითადი თანხა მიმართულია იმისკენ, რომ მარტო მომღერლები ხო არ არის კაც თბილისობაზე. იქ არის სხვადასხვა მხატვრული წარმოდგენები, იქ არის ბავშვთა უამრავი ღონისძიება და ხა თუ მეტყვით რამე სიახლეს ტენდერით როგორ შევარჩიოთ მომღერალი თეატრის და ხელოვნების წარმომადგენლები, რა ვიცი ხა. სანამ მე მერი გავხდებოდი, მაშინაც ასე იყო, იმის წინადაც ასე იყო და სხვანაირად შეუძლებელია უბრალოდ, რა ვიცი. საგამოძიებო კომისიაზეც მინდა გკითხოთ ამ დღეებში ელოდებიან დასკვნისთვის, სადაც საუბარი იქნება ნაციონალური მოძრაობის გასამართლებზე. მიზანზე ამ კომისიის ერთხელ კიდევ რომ შევახსენოთ მაყურებელს რა მიზანი. ნუ რაც შეეხება ზოგადად ნაციონალურ მოძრაობას და ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას რომელიც ეწევა აგენტურას, ქვეყანაში ეს არის ძალიან მძიმე, უმძიმესი. მე მგონია, რომ ასეთი პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები არ უნდა იყვნენ ზოგადად პოლიტიკაში, რომ შენ ემსახურო სხვა ქვეყანას და გაატარო სხვა ქვეყნის ინტერესები. ამასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, მე რაიმე ზედმეტი განცხადების გაკეთება გამიჭირდება. ნახოთ, გამოძიებით ყველაფერი დადგინდება და გაირკვევა. მაგრამ ვერ გააკეთა ესეც რომ გითხრათ, რატომ გახდა აი მაგალითად აგვისტოს. ხო, გუნდში ყოველთვის ხდება გადაადგილებები, ხო? ჩვეულებრივი პროცესია, ანრის მინდა წარმატებები უსურვო, ის ძალიან ძლიერი სპეციალისტია, ძალიან კეთილშობილი ადამიანია. ის რა თქმა უნდა გუნდში გააგრძელებს მუშაობას, რა პოზიციაზე და რა მიმართულებით საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება და მინდა წარმატებები უსურვო მას. ჩვეულებრივი ორგანო არ არის. მადლობა.